საქართველოს მელიორაციამ მანისის მუნიციპალიტეტში 7 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში გამაგრდა და მონოლითური რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთდა კაშხლის ფერდი. მოეწყო დამცავი რკინაბეტონის 1200 მეტრის სიგრძის კედელი. წყალსაცავის სარეგულაციო კოშკზე დამონტაჟდა ელექტროგანათების და ელექტრომექანიკური ამწედანადგარები. აშენდა ბეტონის სამანქანო გზა. ჩატარებული სამუშაოები წყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რომელიც სარწყავი წყლით დაახლოებით 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს ამარაგებს. აღნიშნული წყალსაცავის მთლიანი მოცულობა არის 11 მილიონი კუბური მეტრი, რომელიც ემსახურება 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულებს. აღნიშნული რეაბილიტაციის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარი იყო. მისი შევსება დაიწყება დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებიდან და მაისის დაახლოებით 15 მაისისთვის უკვე შევსებული იქნება წყალსაცავის მთელი მოცულობა.